მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიგეთოთ თემა იქნება ესეთი. იფიქრეთ თქვენ თავზე და თქვენ პარტნიორზე. ამჯერად ეს თემა იქნება რის თქმა უნდა თქვენ პარტნიორს. რასაც ხმამაღლა არ ეუბნებათ, შეიძლება ვერ გნახულობთ, შეიძლება უბრალოდ თავს აკონტროლებს და ამ ყოველფერს არ გეუბნებათ, მაგრამ რას გეტყობათ ახლა თქვენ გვერდით რო იყოს, თქვენ თვალებში რომ ჩაგხედოთ, რისი თქმა უნდა გავიგოთ იმისთვის, რომ გავიგოთ თქვენი ეს გაშლა კონკრეტულად თუ არა, იდენტიფიკაცია პატარა, როგორ გრძნობთ თავს ეხლა ამჟამად, როცა ამ გაშლას უყურებთ, მოლოდინის რეჟიმში ხართ. სამი ჟეზლია ეს, სადაც ელოდებით, სტარტზე ხართ, ასე ვთქვათ, იმისთვის რომ რაღაცა მოქმედება დაიწყოთ მისკენ, მაგრამ ეს არის კარტი, სადაც პრინციპში რაღაცას ელოდები იმისთვის რომ გადადგა ნაბიჯი. ანუ ჯერ მისგან უნდა მოვიდეს, ჯერ თქვენთან უნდა მოვიდეს ეს ადამიანი, ჯერ უნდა კონტაქტზე გამოვიდეს, ჯერ უნდა რაღაცა არ ვიცი, შემოგთავაზოთ, ჩამოვიდეს, უბრალოდ მოგიკითხოთ, მოვიდეს თქვენთან და რაღაცანაირად გაჩვენოთ, რომ უნდა ურთიერთობა, როგორც მინიმუმ. კალოდე ძირში არის როიან ხმალი და ეს არის ავადმყოფური კარტი. ამ შემთხვევაში შეიძლება თავს რაღაცნაირად დეპრესიაში გრძნობთ, რაღაცნაირად ავადმყოფურად, არ ვიცი, ვირუსი გაქვთ, ზოგს შეიძლება ძალიან ბევრი ვიყურებთ და ამიტომ ყველაზე ვიტყვი, შეიძლება უბრალოდ ვირუსი გაქვთ, შეიძლება რაღაცა რეაბილიტაციას გადიხართ, არ ვიცი, ზოგი ოპერაციიდან, ზოგი შეიძლება გრიპიდან, ზოგი შეიძლება უბრალოდ წნევის აწევდაწევიდან სასწრაფოება გვაქვს დღეს და ემოციური ძალიან ემოციური დღეა და გისურვებთ რომ ემოციები მაქსიმალურად მოთოკოთ თქვენი და არ აყვეთ ასე ვთქვათ ძალიან კონფლიქტური და სერიოზულად ესეთი მურიელში სავსემთვარეობა, ეს არის ძალიან რთული სავსემთვარეობა, მოკლედ ყველას გისურვებთ რომ გადავიტანოთ და გადავაგოროთ რაღაცნაირად ეს დღე. თავს სულ მცირე გრძნობთ თქვენი ფიქრების მარწუხებში, რაღაცნაირად გულჩათხრობილი, ავადმყოფურად, გაუწონასწორებელი, თითქოს აი ადგომა არ გინდათ ლოგინიდან, არაფრის კეთება არ გინდათ, არაფრის ხასიათზე არ ხართ მოკლედ. რაღაცას გლოვობთ, ვიღაცას გლოვობთ 10-იან ხმალით. ეს შეიძლება კონკრეტულად იყოს რაღაცა ურთიერთობის დასასრული გგონიათ და აი თითქოს ნახეთ ამ კარტზე არის 10-იან ხმალით. სასაფლაოზე მისული შუაღამესაც კი ადამიანს არ ეძინება და მივიდა იმისთვის რომ გამოიტიროს თავის საყვარელი ადამიანი. შეიძლება ზოგიერთი ქვრივიც უყურებს ამ გაშლას, შეიძლება უბრალოდ მართლაც ვიღაცა დაკარგეთ ამ ქვეყნიდან ისეთი ადამიანი, რომელზეც დღე თუ ღამე ვერ იძინებთ, უძილობა და სტრესი გემართებათ ამ ადამიანის დანაკლისისგან სულიერ და ფიზიკურ დონეზე და ესეთი სურვილი გაქვთ ხოლმე რომ შუაღამის ღამის 4-5 საათზეც კი ადგეთ და მიხვიდეთ მის საფლავთან, იტიროთ, ჩაეხუტოთ რაღაცნაირად ამოვიდეს თქვენი ემოციური ფონი და რაღაცნაირად გაესაუბროთ მის სულს თითქოს მის საფლავთან. ასეთი ნაწილიც იქნება, ნაწილი იქნება ისეთი რომ ამ ურთიერთობაზე ფიქრობთ თქვენ საყვარელ ადამიანთან, რომ ეს არის დასასრული და რაღაცნაირად გლოვობთ. ქვრივის როლში ხართ, აი გლოვის როლში ხართ, თითქოს თქვენ გაგიმეტეს და 10-ვე ხმალი ზურგში დაქცეს და მოგკლეს და სულიერად გაგანადგურეს, აი ესეთ მდგომარეობაში ხართ, ძალიან რთული, სერიოზული ემოციური ფონის ქვეშ ხართ. მაქსიმალურად გრძნობ ამ ყველაფერს ეხლა მეც მინდა გითხრათ თქვენთან ერთად. თუ ატყობთ რომ თქვენი ეს გაშლა უყურეთ ბოლომდე, ლაიკები არ დაგეზაროთ, ჩემი სიყვარული და ჩემი გვერდის სიყვარული და გაზიარება მაქსიმალურად ეცადეთ რომ გადააზიაროთ ხოლმე ჩემი ვიდეოები. თუ ეს არ ემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე და უყურეთ ნებისმიერ გაშლას, რომელიც ბევრი მაქვს და არჩიეთ და დამიწერეთ ასევე თქვენი კომენტარები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. რისი თქმა უნდა თქვენ პარტნიორს გავიგოთ. რას გეტყოდათ ახლა თქვენ გვერდით რო იყოს. მარტოობაში ვარო, გეუბნებათ. ძალიან სერიოზული კარტებია. 4-იან პენტაკლი, 10 შენიკი, მე-9 მაღალი არკანი და მე-15 მაღალი არკანი. ეშმაკი.
ამ კარტზე მინდა რომ გაჩვენოთ, ძალიან შიშველი კარტია, ცოტა დავფარავ, რომ TikTok-მა არ დაბლოკოს მთელი ემოცია, ცეცხლი, არ ვიცი, აი ეს ეკლები შემოსილი წყვილი, ამ ეკლებით ვარდი, ჯოჯოხეთის და სიყვარულის შეზავება არის ძალიან კარგად განმოცემული აი ამ კონკრეტულად ბედის ბორბალის კალოდაზე გიშლით ახლა და ადამიანი გეტყოდათ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ადამიანი გეტყოდათ იმას, რომ მე ხა რაღაცნაირად ჩემ მარტოობაში ვარ, ჩემ ფიქრებში ვარ, გათვითცნობიერებული მაქვს ის, რომ მარტოობაში ვარ და ის, რომ ცოტა არ იყოს ძუნწი ვარ ემოციურად და რესურსულად, არაფერს არ ვდებ ფინანსს, არ ვდებ ყურადღებას, არ ვდებ ბოლო პერიოდია შენთან ურთიერთობაში. ეს არის ის, რაც მარტოობა მჭირდება გეუბნებათ. მაგრამ შენთან დამოკიდებულებაში ძალიან დიდი ემოციური მიჯაჭვულობა მაქვს, შენ გარეშეც რთულია და შენთან ერთადაც რაღაც მომენტში რთულია, მაგდებ ემოციურ და ასე ვთქვათ, ფიზიკურ დამოკიდებულებაში შენთან მიმართებაში. გაშლა არის 18+, დაბალი ასაკის ადამიანებმა ასკროლეთ, ამ ადამიანს ძალიან ბევრი გეუბნებათ, რომ ძალიან ბევრი ემოციური და ფიზიკურ დონეზე ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს თქვენი ტემპერამენტის და სექსუალური კავშირი ძალიან უნდა პირდაპირ გეუბნებით და ამასთან დაკავშირებით შეიძლება რაღაცები არ გამოდის, ან ისი არ გამოდის, როგორც მას უნდა და ან თქვენ ხართ რაღაცნაირად წინააღმდეგი და ეს იგრძნო და გათვითცნობიერებულ მარტოობაში წავედიო ემოციური ბალანსისთვისო. მე-14 მაღალი არკანი ეს არის მთავარანგელოზის კარტი, სადაც ანგელოზის დახმარებით, სულიერების, ასკეზის, მარხვის, მარტოობის, გათვითცნობიერებული მარტოობის გზით ცდილობ, რომ აი რაღაცნაირი დამოკიდებულებიდან შენი თავი იხსნა ამ ჯაჭვებიდან, რომელიც ეშმაკი გაჯაჭვებს და ეს არის ორმხრივი. ამ ადამიანმა ისიც იცის, რომ თქვენს გაქვთ მის მიმართ ძალიან დიდი ემოციური და ტემპერამენტული, ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობა და ეს არის ორმხრივი. ცდილობს რომ დააბალანსო სიტუაცია, რატომ? იმიტომ რომ უყვარხართ, იმიტომ რომ მას არ უნდა იფიქროთ თქვენ, რომ შემხოლოდ ფიზიკური კონტაქტისთვის გჭირდები და სხვა დანარჩენი შენთვის მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი გრძნობს, რომ თქვენი მხრიდანაც არის ორმხრივია, მოკლედ ეს გრძნობა ორიანტასით, ეს არის შენი საყვარელი პიროვნება, შენი ემოციური ადამიანი, რომელიც გავსებს და გიყვარს და ამ გრძნობას მარტო შენ კი არ გრძნობ, რომ იმ ადამიანსაც საპირისპირო შენ პარტნიორსაც იგივე ემოციური ფონი აქვს და არ უნდა მას რაღაცნაირად იგრძნოთ, რომ დამოკიდებულების ქვეშ არის როგორც ცხოველური, მხოლოდ ის, რომ თქვენთან ფიზიკური ლტოლვა აქვს ან რამე ასეთი. ამიტომ ემოციური ბალანსისთვის, იმისთვის, რომ ფიზიკურობაზე, აი მიზიდულობაზე, რაც თქვენი კარტით ძალიან მოსწონს მას თქვენი ფორმები გეტყვით, თქვენი შინაგანი ენერგეტიკა, ეს ცეცხლი, ეს ტემპერამენტი აქვს უზომოდ დიდი. მე-15 მაღალი არკანით ეს არის დამოკიდებულებაში ჩავარდნილი ადამიანი, რომელიც დღე და ღამე ვერ იძინებს თქვენზე ფიქრით, სულ უნდა რომ თავიდან ბოლომდე მას ეკუთვნოდეთ ემოციურად, ფიზიკურად და ყველანაირად, მაგრამ იტანჯება ეს ადამიანი და გრძნობს, რომ ასე არ შეიძლება რომ გაგრძელდეს. რაღაცნაირი ბალანსი უნდა შეიმუშაოს თავის თავში და ამისკენ, ასკეზისკენ, გათვითცნობიერებული მარტოობისკენ წავიდე. კიდე რას გეტყოდათ? გეტყოდათ, რომ შენ ხარ ჩემი ბედიო. მე-6 მაღალი არკანით ეს არის კარტი შეყვარებულები, სადაც კონკრეტულად ამ კარტზე არის უკვე ქორწინება, მაღალი ძალებისგან დალოცვილი წყვილია ეს. დიდი სურვილი აქვს მას იმისი, რომ თქვენთან კალდის ძირშიც არის პენტაკლის დედოფალი, ეს არის დიასახლის მეუღლის რესურსული და შენთვის ფასეული ადამიანი, ქალბატონი, რომელიც მეუღლის კარტია პრინციპში და ძალიან ღირებული და ძალიან თავის ფასი რო იცის ისეთი ქალია, ყველანაირად ღირებული როა, მისი ქმედება, მისი ნაბიჯები, ყველა სიტყვა აწონდაწონილი და გააზრებული რო აქვს. ეს არის სიყვარულის კარტი, გეუბნებათ ადამიანი, რომ ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ ჩემი, ასე ვთქვათ, ბედი შენ დაგიკავშირო და შენ ჩემი კარმული პიროვნება ხარ, შენ რაც გაგიცანი, მასნაირად ჩემი ცხოვრება ამოტრიალდაო, მაგრამ ჯერჯერობით საიდუმლოდ გინახავთ ამ ყველაფერს. მიიღებთ იმ რესურსს, რასაც ელოდებით ამ ადამიანისგან. რამდენ ხანში? ნელა, მაგრამ მიიღებთ.